თუ მომავალი პატარძალი ხარ და ქორწილს გეგმავ, აუცილებლად არჩი, რადგან შეიძლება დაგეხმარო. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ არანაირი რეკლამა არ არის, არანაირი თანხა არ ამიღია და არც ბარტერი არ არის. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგიზიარებთ გულწრფელ რჩევებს და რეკომენდაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქორწილი სულ 34 ადამიანისგან შედგებოდა, მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ჩემს წარმოდგენებში და ოცნებებში. ფოტოგრაფად დაქირავებული გვყავდა მარიამ სიხარულიძე, რომელიც, რასაც ქვია, თან გადავყვა, ულამაზესი კადრები გადაიღო და 100%-იან რეკომენდაციას ვუწევ. ყველაზე მეტად იმას ვვნანობ, რომ ვიდეოგრაფი არ დამიქირავებია, რადგან მეგონა ყველა გადაიღებდა ვიდეოებს და მეც კარგ ვიდეოს ავაწყობდი. მიუხედავად იმისა, რომ 2 კაბა მეცვა, არც ერთ კაბაში ნორმალური ვიდეო არ მაქვს. კაბების შერჩევისას ჩემი გული ორად გაიყო, ამიტომ მეცვა 2 კაბა. ვინაიდან ყველას ყურადღება პირველი კაბისკენ იქნებოდა მიპყრობილი, გადავწყვიტე, რომ პირველ კაბად ჩამეცვა ეროვნული სამოსი, რომელიც ეკუთვნოდა მარადიულს. ადგილზე საკმაოდ დიდი არჩევანი დაგხვდებათ, თუმცა მე გადავწყვიტე, რომ ჩემთვის სასურველი კაბა ყოფილიყო ჩემივე ზომების მიხედვით შეკერილი და პირველად მე ჩამეცვა. მეორე კაბისთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ მიმინიჭებია და ერთ-ერთი ამაზონის ბრენდიდან შევარჩიე. ბოლო 3 დღეში გეგმები რადიკალურად შეგვეცვალა და ჯვრის წერის ნაცვლად ხელის მოწერის ცერემონია გავაკეთეთ. ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ იმის შესახებ, რომ იუსტიციის წარმომადგენელს ჩვენთვის სასურველ ლოკაციაზე შეეძლო ამ ცერემონიის ჩატარება. ჩვენთვის სასურველი დროები უკვე დაჯავშნილი იყო, ამიტომ ქორწინების სახლში მოვაწერეთ ხელი. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ცერემონიის გარდა 5 წუთი დაგრჩებათ ფოტოებისთვის, რადგან დროში ძალიან შეზღუდული იქნებით. იუსტიციისგან იმით განსხვავდებოდა, რომ უბრალოდ ცალკე ვიყავით. არაფერი განსაკუთრებული გაფორმება ჩვენ არ დაგხვედრია. ფოტოების გადასაღებად გადავინაცვლოთ ძველ თბილისში, რაც ვფიქრობ, ეროვნული სამოსისთვის ძალიან თემატური იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ტურისტების ყურადღებას მიუქციეთ და ძალიან ბევრი ფოტოები გადაგვიღეს. ქორწილის ლოკაციად შევარჩიეთ ვილა VIP ნატახტაში, რითაც აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. მთელი ორგანიზება მათ მივანდეთ და ჩვენ აღარაფერზე აღარ გვინერვიულია. ადგილზე მისულს დაგხვდა როგორც გაფორმება, ასევე გემრიელი საკვებიც და არაჩვეულებრივი მომსახურებაც. სრული პასუხისმგებლობით გირჩევთ მარიამოს Cakes ტორტისთვის, რადგან AI-ის მიერ გენერირებული ფოტო რეალობად აქცია და 100%-ით იდენტური დასვა. შექთავსითაც და ვიზუალითაც ძალიან კმაყოფილი ვარ და უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ. ესეც ჩემი 2 ულამაზესი თაიგული. ალბათ დაგაინტერესებთ 2 რატომ არის და მაგასაც გეტყვით. პირველი არის იმისთვის, ვინც დაიჭერს, ხოლო მეორე არის ჩემთვის, რომ სამუდამოდ შევინახო. აბა გამოჩნდით კომენტარებში კიდევ ვის გქონდათ 25 აპრილს ქორწილი.